რაიან გრისტი ადამიანი, რომელიც 2008 წელს საქართველოში EUTHOS წარმომადგენელი იყო, მაგრამ თანამდებობიდან აგვისტოს ომის შესახებ ცხინვალიდან გაკეთებული თვითნებური განცხადებების გამო გაათავისუფლეს. დღეს ისევ საქართველოშია და მისი წარსულის მიუხედავად მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ოღონდ ამჯერად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილის რანგში. ამ პოსტზე მის დანიშვნას საქართველოში საზოგადოების ნაწილის მძაფრი პროტესტი და პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება მოჰყვა. საგანგებო მიმართვა საქართველოს მთავრობის სახელზე დიპლომატიური კორპუსის ყოფილმა წარმომადგენლებმა და საზოგადოების წევრებმა ერთობლივად მოამზადეს. განცხადებით დიპლომატები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ რაიან გრისტის დანიშვნას აპროტესტებენ. ამ ადამიანმა ჩვენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაგვამახსოვრა თავი ჩვენ და საერთაშორისო თანამეგობრობას იმით რომ მან როდესაც იგი მისიით იმყოფებოდა საქართველოში და სარგებლობდა დიპლომატიური იმუნიტეტით მან სწორედ ამ დროს ბოროტად გამოიყენა თავის თანამდებობა EUTHOS-თან შეუთანხმებლად გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და გადავიდა რეალურად იმ დროისთვის აგრესიულად და მტრულად განწყობილ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მან საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ განცხადებები აკეთა. დიპლომატები რაიან გრისტის მოქმედებებს ქვეყნისთვის საზიანოს უწოდებენ და საგარეო უწყებას მისთვის უფლებამოსილების შესაჩერებლად შესაბამისი მოქმედებებისკენ მოუწოდებენ. ევროკავშირის მიერ რაიან გრისტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არამხოლოდ ეფექტური წინააღმდეგობა არ გაუწევია წინასწარი მოლაპარაკებების გზით, არამედ მას მდუმარე თანხმობა აქვს მიცემული აღნიშნული კანდიდატის წარდგენაზე. მივიჩნევთ, რომ რაიან გრისტის უკან გაწვევა არც ახლა არ არის გვიან, რისთვისაც საქართველოს მთავრობა ვალდებულია საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უმოკლეს ვადებში იმოქმედოს დიპლომატიური პრაქტიკის შესაბამისად. ამ ადამიანმა ძალიან უხეშად დაარღვია იმ თავისი დიპლომატიური სტატუსის შესაბამისი კომპეტენცია. ეს იყო ადამიანი, რომელიც თავის ყველა გამოსვლაში ამართლებდა რუსულ აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და რაც მთავარი არის, ზიანს აყენებდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რაც შეეხება ევროპის სადამკვირვებლო მისიაში კანდიდატურების წარდგენას, დანიშვნას და ასე შემდეგ, დეტალებში ნუ შემეყვანთ, მაგრამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველთვის ჰქონდა და ეხლაც უნდა ჰქონდეს ის ბერკეტები, რომლითაც ჩვენ წყნარად მშვიდად კონფიდენციალურად ავირიდებთ თავიდან არასასურველი პიროვნების დანიშვნას ამ სტრუქტურაში. მით უმეტეს იმისთან ამას რძენი კანდიდატურის, როგორც რაიან გრისტია. რაიან გრისტის გვარი ქართულმა საზოგადოებამ და საერთაშორისო მედიამ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დაიმახსოვრა. მისი გამონათქვამები რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მაშინ ზუსტად დაემთხვა რუსულ რიტორიკას და ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა. პირდაპირ ჩართვებში, საგაზეთო და სატელევიზიო ინტერვიუებში EUTHOS მისიის მაშინდელი წარმომადგენელი ამბობდა, რომ ქართული სოფლების მიმართულებით სროლა არ ყოფილა და არც დაბომბილი სახლები უნახავს. 7 აგვისტოს საქართველოს თავდასხმა ცხინვალზე აბსოლუტურად არაპროპორციული იყო ნებისმიერი პროვოკაციისა, თუ პროვოკაცია საერთოდ იყო. სწორედ ასეთი გამონათქვამების გამო რაიან გრისტს EUTHOS მისიამ თანამდებობრივი გადაცდომის მოტივით უფლებამოსილება შეუჩერა, რის შემდეგაც მან საქართველო დატოვა. საქართველოს საგარეო უწყების მაშინდელი წარმომადგენლები გამონათქვამების გარდა მისი მოქმედებების შედეგებზეც საუბრობენ და დიპლომატიური ბერკეტების უშედეგო გამოყენების შემთხვევაში მისი პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას მოითხოვენ. ძალიან კარგი სტატია იყო Wall Street Journal-ში 2008 წლის დეკემბერში და იქ ერთ-ერთი ფრაზა მახსოვს ეხლაც, რომ რუსეთმა წაგებული საინფორმაციო ომი საქართველოს აგრესიის გამო შემოაბრუნა რაიან გრისტის წყალობით. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ინიშნება, მე მაინც იღადეს აკრედიტაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა მიიღოს არის პრივილეგიები, იმუნიტეტი და ასე, მაგრამ მიიღოს სააკრედიტაციო ბარათი. შესაბამისად, ეს არის ერთი ბერკეტი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს გააჩნია, ამ აკრედიტაციის მისთვის არ მეცემა, ეს როგორც ეს არის ხოლმე ბიუროკრატიული პროტოკოლური ნაბიჯი და მნიშვნელობა არ ენიჭება, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება იყოს აქტივიზირებული და მეორე უფრო უკიდურესი გზა არის უკვე როდესაც ნებისმიერ დიპლომატი შეიძლება გამოცხადებული იქნას პერსონა ნონ გრატა. აქამდე არ უნდა მივიდეს წესით საქმე. მეორე პირი თავისი მნიშვნელობით ადამიანი, რომელსაც აქვს არაპროფესიონალიზმის, არაეთიკურობის პროფესიასთან მიმართებაში, თავის ფუნქციასთან მიმართებაში, აი ესეთი დახუნძლური, ცუდი კარიერა, ყველაფერს ხვალს რო თავი დავანებოთ, რამდენად
მასობრივი მედიის საშუალებითაც როგორ გამოაყენებინა სულ თავისთავად, თუმცა ყველას თავისი მოსაზრება შეიძლება ქონდეს და მე სხვა კავშირები მგონია რომ ამ ადამიანს აქვს იგივე რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან, მაგრამ ამას თავი რო დავანებოთ და გვერდზე გავწიოთ, ძალიან მარტივი ლოგიკით ეს ადამიანი ჭრდილს აყენებს თავისი კარიერით, აქამდე მისი კარიერით ამ ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მისიას და ამ ჭრდილის მიყენებით და ხინჯით შეუძლია დააზარალოს ძალიან მნიშვნელოვნად ის ნდობის ელემენტი რაც ამ მისიას გააჩნია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ უწყების პირდაპირი თანხმობა ევროკავშირის მონიტორების დანიშვნას არ სჭირდება. თუმცა გარკვეული დიპლომატიური ხერხებით და ბიუროკრატიული მექანიზმებით კონკრეტული კანდიდატურის დაბლოკვა თუ ის ქვეყნისთვის მიუღებელია შეუძლებელი არ არის. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის მისია ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია და მის რეპუტაციას ჩრდილი არ უნდა მიადგეს. სწორედ ამ მიზეზით რაიან გრისტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას ოპოზიციაც მოითხოვს. ევროკავშირის სადამკვირვებელი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საქართველოს უსაფრთხოებისთვის და სუვერენიტეტისთვის. ჩვენ მადლიერი ვართ როგორც ქვეყანა ევროკავშირის ყველა იმ ქვეყნის რომელსაც წვლილი აქვს ამ მისიაში, მაგრამ ეს კონკრეტული დანიშვნა რა თქმა უნდა იწვევს საფუძვლიან შეშფოთებას ყველა იმ ადამიანში, ვინც იცნობს ამ პერსონის მოღვაწეობას იმ კრიტიკულ ვითარებაში რუსეთის აგრესიის დროს და ვინც იცნობს ამ პერსონის ბიოგრაფიას. თავი რომ დავანებოთ საფუძვლიან ეჭვებს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია მისიის აქციიდან გამომდინარე, ეს ადამიანი სკანდალში გაეხვია მაშინ ეუთოს მისიაში ყოფნისას, როდესაც არ დაემორჩილა ეუთოს წესდებას, თვითნებურად იმოქმედა აბსოლუტურ უპასუხისმგებლოდ და შემდეგ გააკეთა განცხადებები, რომელიც იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, წილისწარმეტყველური და რომელიც წარმოადგენდა ერთ-ერთ საკვანძო ინსტრუმენტს პროპაგანდაში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. საქართველოს საგარეო უწყება ოფიციალურ კომენტარს ისევ არ აკეთებს და ამბობენ, რომ დიპლომატიური უწყება რაიან გრისტის საკითხის გარკვევის პროცესშია. საპარლამენტო უმრავლესობა კი მის გამონათქვამებში მიუღებელს ვერაფერს ხედავს. ესეთი განცხადებები, რომ პროვოკაცია იყო და ამ პროვოკაციის თავიდან აცილება შეიძლება და მარტო მას არა გაკეთებული, პრეზიდენტ ბუშსაა გაკეთებული უამრავ ხელისუფალს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ამის თაობას. ვიღაცებს სიტყვა გაექცათ და ჯაშუშობაში და ლამის ამხილეს და პირდაპირ წერენ და ლაპარაკობენ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები, ეს მათ მინიმუმ არაკვალიფიცირებაზე მეტყველებს ასოცირების, ხელშეკრულების, ხელმოწერის წინ ევროკავშირი, რომელიც ჩვენი მთავარი პარტნიორია, დიდი ბრიტანეთი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი ასეთი გულხურვალი მხარდამჭერია და გავლენიანი მხარდამჭერია, არ უნდა ჩააყენო რაღაცა უხერხულ მდგომარეობაში. კონსულტაცია მიმდინარეობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩვენ პარტნიორებთან. მოგეხსენებათ, იგი არ არის საქართველოს მხრიდან დანიშნული, შესაბამისად კონსულტაციები მიმდინარეობს. თითქმის 6 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული რაიან გრისტი მედიასთან არ გამოჩენილა. ევროკავშირის მისიის ქართულ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ის მუშაობას უკვე შეუდგა და ამჟამად რეგიონებში იმყოფება. ამავე მისიის ინფორმაციით რაიან გრისტი ჟურნალისტების შეკითხვებს სავარაუდოდ მომდევნო კვირაში უპასუხებს.